ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი გიორგი, მიხარია რომ სტუმარი ხარ ჩემი და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო ეთერი გვექნება. შენ რას ფიქრობ? სალამი, პირველ რიგში დიდი მადლობა, ესეთი შესაძლებლობა ძალიან საპასუხისმგებლოა და დიდი სიამოვნება რომ ამ საოცარი პლატფორმიდან ჩვენ საყვარელ მაყურებელს დაველაპარაკებით, გავაგებინებთ ჩვენ შესახებ საინტერესო ამბებს. კი, და მე დარწმუნებული ვარ მოსაყოლი ძალიან ბევრი იქნება. ნანახი იქნება ეს ფორმატი, ერთადერთი ტრადიციული კითხვა აქვს და შენ ნაწილში ასე გაჟღერდება ვინ არის გიორგი ძოწენიძე. გიორგი ძოწენიძე არის ძალიან უბრალო ადამიანი, მომღერალი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმის რომ შექმნას ისეთი რამ, რომ თავის მაყურებელს და მსმენელს ძალიან მოეწონოს ის პროდუქტი. რა გზებით ცდილობს, ეგეც ძალიან საინტერესო არის. ამის გზა განსაკუთრებული ნამდვილად არ არის. თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებულად იმას, რომ მთელი ცხოვრება ამისთვის უნდა იშრომო და ჩვენ 15 წელზე მეტია მუხლ ჩაუხრელად შრომობთ იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ამბობთ ჩვენი მსმენელისთვის შევქმნათ ეს პროდუქტი, რასაც ვქმნით. მართლები ვართ ჩვენი მსმენელის წინაშე, არასდროს არ ვატყუებთ მათ. ხმაც თუ არ გვაქვს და ფორმაში თუ არ ვართ, მაგასაც ვეუბნებით, რომ დღეს ფორმაში არ ვართ და ამის მიუხედავად მაინც მთელი სულით და გულით გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. და ბევრი რაღაცაა ძალიან ალბათ ჩვენ ამ მეებზე ვისაუბრებთ დღეს და ერთი მთავარი ისაა რომ გულწრფელი იყო არ დაინანო შრომა და დაელოდო შენს შანსს და შანსი რომ მოგივა უბრალოდ დახვდე მოწოდების სიმაღლეზე. აი პირველი შანსი თუ შეგიძლია გაიხსენო როდის გაჩნდა. ძალიან ბევრჯერ მოვიდა ჩვენ ცხოვრებაში შანსი, ოღონდ სხვადასხვა ხარისხის. სულ თავიდან და მგონია რომ ძალიან ლოგიკურადაც მოდიოდა ეს სხვადასხვა ხარისხის შანსები. როდესაც ნაკლებად განვითარებულები ვიყავით და ნაკლებად მზად იმისთვის რომ შევხვედროდეთ სიტყვაზე დიდ აუდიტორიას, მაშინ არ მოსულა ის შანსი რომ ამხელა აუდიტორიასთან ქონოდა შეხვედრის საშუალება. მგონია რომ რაღაც ლოგიკურად მოგვეცემოდა შესაძლებლობა. რაღაც 5 წლის წინ მაგალითად 2016 წელს მოვიდა პირველი შანსი, რომელიც ასე თუ ისე გამოვიყენეთ, მაგრამ მალევე ჩაიფუშა ეს ყველაფერი. შემდეგ 2 წლის მერე მოვიდა კიდე, რომელიც ცოტა უფრო დიდი შანსი, რომელიც ასევე მერე კიდე ჩაიფუშა, საკმაოდ კარგად ვერ გამოვიყენეთ და ბოლოს უკვე შეიძლება ითქვას 2023 წელს მივიღეთ ძალიან დიდი შანსი შეხვედრისა ჩვენს აუდიტორიასთან. და შანსი ხელიდან აღარ გავუშვით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვამბობთ ხოლმე რომ ის 15 წელი რომელიც ეს ჩვენი ჯგუფი არსებობს, ფაქტიურად შრომობდით იმისთვის რომ დღეს რა შესაძლებლობაც გვაქვს, აი აქ ჩავდოთ და ეს შანსი უკვე ხელიდან აღარ გავუშვათ. მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩემი პარტნიორი არის Home Vision-ი, რომელიც არის მისონის ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში და მადლობა მათ პარტნიორობისთვის. გავიხსენოთ შენი ბავშვობა. სად დაიბადე? დავიბადე თბილისში, პირველ სამშობიაროში. ძალიან სტანდარტულ, ჩვეულებრივ ქალაქურ თბილისურ ოჯახში. მამაჩემი წარმოშობით იმერეთიდან არის, ტყიბულიდან. აქ ჩამოვიდა უნივერსიტეტში, გაიცნო დედაჩემი, რომელიც თბილისში იყო დაბადებული. შეუყვარდათ ერთმანეთი, შეუღლდნენ. ჯერ შეეძინათ პირველი შვილი ჩემი ძმა, რომელიც 6 წლით ჩემზე უფროსია და ძალიან საინტერესო პროფესია აქვს, რასაც ჩემგან ძალიან განსხვავებული. რა პროფესია? ექიმი არის ჩემი ძმა, ძალიან წარმატებული სხვათა შორის გერმანიაში მოღვაწეობს და ძალიან სამაყო ადამიანია ჩვენი ოჯახისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ხო, მოკლედ 6 წლის მერე დავიბადე მე. ყიბულში მამაჩემი დაიბადა, გაიზარდა და იქ დაამთავრა სკოლა. შესაბამისად, იქ ჩვენ სახლი გქონდა და გვაქვს ახლაც სოფელ ზიროვანში. სულ ცოტა ხნის წინ ჯგუფურსას ჰქონდა კონცერტი ტყიბულ ქალაქობაზე. და როგორ არის ხოლმე იცით, სულ შემოთავაზება არის ბუნებრივი, როცა კონცერტი გვაქვს, იქაური მოსახლეობა გთხოვს რომ რაღაც პატივისცემის ნიშნად მათთან წავიდეთ და ასე ვთქვათ აღნიშნოთ ეს წარმატებული კონცერტი და ამ შემთხვევაში იყო ესე რომ შემეხმიანე ჩემი სოფლიდან, ძირონიდან და მითხრეს რომ თუ წინააღმდეგი არ ხარო
იმ სახლის ეზოში, სადაც შენ გაიზარდეო და ეს ბავშვობა გქოს გატარებულიო, მთელი სოფელი დაორგანიზებთ შეხვედრასო, ასე ვთქვა, დიდ სუფრას, სადაც მთელი სოფელი შეიკრიბებაო. მოხუცები, ესე იგი, ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა აბსოლუტურად და თუ წინააღმდეგი ახარ გვეწვიეო და ჩვენ ამას გავაკეთებთო შენთვისო და რა თქმა უნდა უარი არ უთხარი ამაზე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, ბიჭებსაც უთხარი რომ ძმებო ყველა ვარიანტში უნდა წავიდეთ იქ და უარი არ მითხრათ თქო და წავედით და მართლაც საოცარი საღამო გავატარეთ, დავიწყარი კიდევ აქედანაც მინდა დიდი მადლობა იმ ადამიანებს გადავუხადო, რომ ესეთი საოცარი საღამო მოაწყეს და ის სახლი, ჩემი მამაპაპისეული სახლი, ფაქტიურად გააცოცხლეს, სადაც 20 წელია სამწუხაროდ არ ვიყავი ნაყოფი, რაც გარკვეული მიზეზების გამო. პირველად როდის აღმოგაჩნდა სიმღერის უნარი, ანუ როდის მიხვდი რომ ეს სფერო იყო, სადაც შეიძლება ბედიც გეცადა. ანსამბლ გეორგიკაში ვცეკვავდი, ჩემი სკოლის ანსამბლში და იქ ამ ანსამბლ გეორგიკას ასევე მომღერალთა ჯგუფი წავდა და ჩვენ ერთიანად გქონდა გაკეთებული ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც პროგრამითაც უცხოეთში მივდიოდით ხოლმე გასტროლებს. ბუნებრივია თვითმფრინავით წასვლის საშუალება ნაკლებად იყო და ავტობუსით მივდიოდით როგორც ყველა დიდი ანსამბლი და ამ ავტობუსშიც მოგეხსენებათ რომ ეს მომღერლები ერთად უკან ხდებიან, მღერიან, ხალისობენ და ასე შემდეგ და მეც გადავდიოდი ხოლმე უკან მათთან ერთად და ვცდილობდი რომ მეც მემღერა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღმოაჩინა რომ სიმღერის ნიჭი მქონდა, შალვა ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარია დღეს კურსა და მითხრა რომ ბიჭო შენ მოცეკვავი კი ხარო, მაგრამ სიმღერაზეც შემოდიო. ხო და დაუჯერე სხვათა შორის შევედი სიმღერაზე და მაშინ სიმღერაზე მიმიყვანეს პაატა მელაძესთან. პაატა მელაძე იყო მაშინ გეორგიკის ხელმძღვანელი და რომ მივედი ძალიან მალე მოკლედ სოლისტი გავხდი ამ ანსამბლის და გავაგრძელე აქედან სიმღერა. ეგ რა ასაკში ხდება? ეს იყო 14 წლის ვიყავი ამ დროს. არც ისე პატარა ვიყავი სხვათა შორის. ანუ რო ვთქვა რომ ბავშვობიდან სუმღეროდი არა. ერთი მქონდა 4 წლის რო ვიყავი პირველი კონცერტი, მერე დიდი 10 წლიანი ასე ვთქვა ჩაგდება მქონდა და მერე 14 წლის შევედი სიმღერაზე. გასაგებია რომ ქრონოლოგიურად იკვრება უსა, სადღაც რამოდენიმე წლის შემდეგ მერე არის მცდელობები, პოპულარობა და როგორც შენამბობდი, მერე რაღაცა პაუზები და დღეს ის მოცემულობა რაც გვაქვს. დროთა განმავლობაში სცენა და პრიორიტეტი, რომელიც მსმენელისთვის საინტერესო არის, ფორმას იცვლის. როგორ ფიქრობ სიმღერის ნებისმიერ მიმართულებაში, რომელიც რაც არ უნდა იყოს, რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო მსმენელს რომ თავში აყვანა. გეტყვით ერთ პატარა საიდუმლოს. ნებისმიერ მომენტში, როცა შენ სცენაზე დგახარ, ყველა ადამიანს, ვინც ესწრება შენს შოუს, შენს წარმოდგენას, ბევრად უკეთ გრძნობენ თავს მაშინ, როდესაც ისინი თვითონაც ჩართულები არიან ამ ღონისძიების შექმნაში. ხალხს ვეუბნები ხოლმე, რომ ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ვინც არ უნდა ჩამოიყვანოთ, როგორი დონის ვარსკვლავიც არ უნდა ჩამოიყვანოთ და იმღეროს აქ ისე რომ დაანგრიოს სცენა, ვერ შეგვედრება ჩვენ ერთად ყველას. ანუ ჩვენ თუ ხალხი ერთად რაღაცა საოცრებას მღერით, თუდათაც რომ გამოგვიდეს, შეიძლება სმენა ზოგს საერთოდ არ ქონდეს, მაგრამ ამ ერთიანობით სიმღერას იმხელა ძალა აქვს და იმდენად ეფექტურია მართლა რეალურად და იმდენად კარგად გრძნობენ ის ადამიანები თავს, რომ თვითონაც მონაწილეობას იღებენ ამ საოცრების შექმნაში, რომ ეს მაინც ბევრად მაგარი იქნება, ვიდრე იმ ვარსკვლავის დამღერით, ხო და რეალურად მართლაც ეგრეა. ჩვენ უბრალოდ დავდგეთ სცენაზე და ვიმღეროთ და აი ჩვენ რაღაც საოცარი ხმაც რა მოუშვათ რაღაც ამას დიდი ეფექტი მაინც არ ექნება. დიდი ეფექტი აქვს ერთობას და ეს სიმღერაში იქნება ერთობა თუ ცეკვაში თუ ნებისმიერ რაღაცა საქმეში ერთობას მოაქვს ეს დიდი ეფექტი და ეს დიდი შედეგი, რასაც რეალურად ჩვენი წარმატება ქვია ახლა და არა ჩვენს რაღაცა კონკრეტულ სიმღერას. მე ასე ვთვლი. საინტერესო პასუხი არის და შენ წეგან ახსენე რომ რა შეცდომითაც არ უნდა ვიმღეროთ. იქო დამაინტერესა რომ მეკითხა შენთვის ყველაზე დიდი შეცდომა სად და როგორ მოხსლია სცენაზე ყოფნის დროს თუ შეგიძლია რომ გაიხსენო. ერთ პატარა რაღაცას მოყვები, ოღონდ ვერ დავუშვი ეგ შეცდომა. და
ძალიან მიხარია რომ ვერ დავუშვი. შარშან 5 თვის განმავლობაში მქონდა 100 კონცერტი. მაგალი მაჩვენებელი. ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა. ჩემს აზრით არ შეიძლება რომ ზოგადად მაგდენი კონცერტი მქონდეს. ფიზიკურად ძალიან რთულია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა. ამ 5 თვის მერე დაახლოებით 2 კვირიანი პაუზა მქონდა. ამ 2 კვირაში ჩემმა იოგებმა ეთყობა იფიქრა რომ ეხლა ჩვენ ცოტა ხანი დავისვენოთო და შემიშუბდა იოგები. ეს რას ნიშნავს? რომ შემიშუბდა იოგები საერთოდ ხმას ვეღარ ვიღებდი, ანუ ვეღარ მღეროდი. და რეალურად 2 კვირის მერე ისევ მეწყებოდა კონცერტები, რომელ კონცერტებს არ ვიცი, 6-7 კონცერტი კიდე გადაბმულად დიდი კონცერტები, მასშტაბური კონცერტები უნდა დაწყებულიყო და თავიდან ეს შეშუპება რომ დაამემართა, ვიფიქრე რომ მოკლედ 1-3 დღეში გამივლისთქო, მაგრამ 2 კვირა რომ გავიდა, ისევ ხმა არ მქონდა. ნუ მეორე დღეს კონცერტი მაქვს, წარმოიდგინე და რა შეიძლება რომ ვქნათ? ხმა არა მაქვს, საერთოდ ვერ მღერი და საათნახევარი სოლო კონცერტი უნდა წავიყვანო. ბიჭებს უთხარი რომ ბიჭო ფონოგრამაზე ხო ვიმღეროთ თქო რა და რა თქმა უნდა ყველა წინააღმდეგი მომდა რომ ცხოვრებაში არასდროს ფონოგრამაზე არ გვიმღერია რა და იქ მოყვა სერიოზული ჭუბი რომ რასამო ხალხს ვერ მოვატყუებთ მთელი ამბავი მოკლედ რა და მეთქი სხვა გზა არ არის თქო მაშინ უნდა ჩაიშალოს კონცერტი და ჩაშლას ეს ადამიანები რომ ველოდებიან ამ კონცერტს რაღაც რა ვიცი მეთქი ეს ალბათ ესე შვებიან სხვებიც რა მეთქი არ ვიცი ესეთი შემთხვევა პირველად ქონდა და მოკლედ ჩავწერეთ ეს ფონოგრამა ლეპტოპში და ავედით სცენაზე ჯერ სანამ სცენაზე ავედით ხო ერთი სიკვდილი გავათავე როგორც ამბობ იცი ეს გამოთქმა რა და ჩვენმა ხმის რეჟისორმა უნდა ჩართოს უკვე მივესალმეთ ამ ხალხს აბა რაღაც ყველაფერი და ბიჭო ჩართო და არ ჩაიქთო ეს ლეპტოპი წარმოიდგინე და ბიჭო ძოწენ არ ირთვება მეუბნება და რასაუბრობ მეთქი ბიჭო რასაუბრობ როგორ არ ირთვება კაი მეთქი რაც არის ეგ არის ამნისტიით დაცვატილი და ხალხს უთხარი რომ მეთქი არა მაქვს თქო მოკლედ ხმა ეხლა ჩვენ ვაპირებდით რომ ფონოგრამაზე უნდა გვიმღერა თქო იმდენად ხმა არ გვაქვს თქო და რაც არის ეგ არის თქო რა როგორც ვიმღერებთ ეგრე ვიმღერებთ თქო და ის კონცერტი იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი კონცერტი ხარისხით. იმდენად მაგარი კონცერტი იყო. ცოცხლად ვიმღერეთ. დაბრუნდა ხმა? არა, რა თქმა უნდა, ხმა არ მქონია. მე 6 კონცერტი ისე ჩავატარე, რომ საერთოდ ხმა არ მქონია, მაგრამ ხალხი მღეროდა. მაშლა. კი. არა, მაგარი. საოცარი იყო, მართლა ეს იყო ძალიან მაგარი რაღაც. სხვათა შორის, ცოტა ხანში ძალიან მალე გვაქვს კონცერტი, ჩანიშნული და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. სიამოვნებით. ყველაზე ემოციური მომენტი, როცა ხალხი გველოდება, როდის დავიწყებ კონცერტს, აი ზუსტად ის მომენტია, რომელსაც დავიწყოთ კონცერტი, მოკლედ რა. ნახავთ ეხლა, რას გძნობ ხოლმე ყველა კონცერტის დაწყების წინ. ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და არ ვიცი ჩვენ მაქსიმალურად მთელი გულისხმობ ეს სიყვარული დაგიბრუნოთ აი ამ ჩვენი სცენაზე კონკრეტეს სიმღერით. არ ვიცი როგორ გამოვიდეს, მაგრამ თუ
თქვენ კი ნამდვილად კარგად გამოგვიდით სიყვარული და დიდი მადლობა ამისთვის. კახეთს! თელავს! გეუმა! ძალიან მწუხარო დასრულდა კონცერტი, ძალიან მინდოდა თქვენთან კიდევ ყოფნა. არ ვიცი რა გითხრათ. უღრმესი მადლობა და უღრმესი მადლობა. ყველას ოჯახს, ვინც აქ არის. მე ვიცი რომ აქ ადამიანები, ბავშვები, თავის მშობლებთან, და-ძმასთან და ბებია ბაბუასთან კარიან და დიდი მადლობა რომ ასეთი დიდი სიყვარულია, დიდი მადლობა რომ ასეთი დიდი ქართველობაა თქვენში. ძალიან ვამაყობ თქვენით და ბედნიერები ვართ რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ამ ჩვენი საოცარი ქვეყნის შვილები. ძალიან გვიყვარხარ თქვენს წინაშე ამ ისტორიულ ქალაქში. თელავში ამ სცენაზე იყო ჯგუფი ურსა. ძალიან გვიყვარხარ და ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით დროებით. როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ? ძალიან. აი ყველაზე მეტად სად გაგიმართლა? ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ოჯახში. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს მეუღლეში. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს შვილებში და ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს მეორე ოჯახში, ურსაში. მეუღლეს გაცნობის ისტორია მიმახსოვს პრაიმ შოუში აქ მოყოლილი. კი, ძალიან თანამედროვე ისტორია გვაქვს. სოციალურ ქსელში გავიცანით ერთმანეთს. რომელ სოციალურ ქსელში? საიდუმლო თუ არა? ინსტაგრამი? ხო, ინსტაგრამზე. იდღეს ვიღაცას ვეხუმრე ტინდერზე გავიცანით. არა, პატერის არა. მოკლედ, ჩვენ საერთო მეგობართან შევხვდი რა თავიდან, ოღონდ შევხვდი არც გამიცნია, უბრალოდ დავინახე და ვიზუალურად ძალიან ლამაზი გოგოა და ნუ ძალიან მომეწონა და სხვათა შორის ბავშვობის მერე ეგ იყო გოგო, რომელთანაც რა დამემართა. იცი, აი რო შეხვდები პაემაზე და რო არიცი რა უნდა უთხრა. აი იმდენად რო იბნევი. აი ეგეთი რაღაც დამემართა მიასთან და რამდენ ხანში მიხვდი რომ მოწონდი მას? მალევე. ჩვენი ისტორია ძალიან სწრაფად განვითარდა. ჩვენ რო გავიცანით ერთმანეთი, დაახლოებით ერთ თვეში შევხვდით
და დაიწყო პანდემია. პანდემია რო დაიწყო, ჩვენ ვერსად ვერ დავდიოდით, რესტორნების დაკეტილი იყო, გარეთ სეირნობაც მაინც და მაინც არ იყო, ვთქვათ, მიზანშეწონილი და სულ ერთად ვატარებდით. ან მასთან იმაში ეზოში ვიყავით ხოლმე, ან ჩემთან, ან შეიძლება სადღაც გაგვესეირნა და 6-7 თვის განმავლობაში 8 თვემდე ჩვენ ყოველ დღე ერთმანეთს ხვდებოდით და დღეში ვატარებდით 8-9 საათს ერთად. ეჭვიანი ხარ? მაგარი. ხო? ძალიან ეჭვიანი ვარ. მართლა? კი, ოღონდ არასდროს მეტყოდია. არასდროს საბაბს არ მაძლევს. მე შემიძლია უსაბაბოდაც ვიეჭვიანო. აი, ვინმე თუ რაღაცნაირად შეხედა მიას, შემიძლია რომ დაიძაბო. ძალიან დავიძაბო, ძალიან. მაგრამ იმდენად ჭკვიანურად იქცევა ჩემი მეუღლე და იმდენად რაღაცნაირად იცნობს ჩემს ხასიათს, რომ არასდროს არ მაეჭვიანებს. და თვითონ არის ეჭვიანი? თვითონ შენ ხარ მიზეზი, მოდი ვთქვათ. ხო. ამ ხელა აუდიტორი მე მაგალითად ჩემი მეორე ნახევარი ეგეთი იყოს როგორც მე ვარ. არ ვიცი. საერთოდ როგორ გავძლებდი მართლა არ ვიცი. მე არის გმირი დედასვისაო. თან მე ისეთი პროფესია მაქვს წარმოვიდგინე რომ ანუ ისეთი ტიპი ჯერ ერთი არც ვარ რომ აი ვიღაცამ რომ კომპლიმენტი მითხრას და მე პირდაპირ უბრუნებ რომ შენ გენაცვალე, იმიტომ რომ მე ყოველთვის ამბობ რომ მე ჩემი მსმენელი უფრო მიყვარს ვიდრე მას უყვარვარ თქო რა, ანუ უფრო გიჟდები ჩემს მსმენელზე ყველაზე. მით უმეტეს ხა ბავშვებზეც და უფროსებზეც ნებისმიერი ასაკის არ აქვს მნიშვნელობა და ამას რო ხედავს მეარო მე ამათ იგივე სიტყვას უბრუნებ და ვეხუტები და შენ გენაცვალე და შეიძლება მაგარი გოგო იყოს სიტყვაზე ის რა ვიზუალურად და წერილებიც მოდის. წერილებიც მოდის კი, წერილებიც მოდის. მაგრამ სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ჩვეულებრივად გადასატანი თუ რაღაცა პერიოდი გადალახავ და არ აყვები ამ ცდუნებებს რა. და ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი ცდუნებები ძალიან ბევრი ეხლა უფრო ნაკლებად. აი როგორ არის იცი? მოზომილად ლაპარაკო ხეხა. ხო, იმიტომ რომ ნახე, მინდა რომ სიმართლე ვთქვა რა, არ მინდა რომ რაღაცნაირად ისე გამომივიდეს, რომ აი ძალიან კაი ბიჭი ვარ თუ რაღაც, აი როგორ არის იცი? თუ შენ სწორად დაიჭერ რაღაცნაირად ბალანსს ამისას, ცდუნებებიც ბევრად ნაკლები იქნება. ესე ამის მართვაც არის შესაძლებელი. თუ ამის ბალანსი გაგიჭირდება და შენც რაღაცნაირად მისცემ საშუალებას რომ ცდუნებები მოვიდეს შენ ცხოვრებაში უამრავი იქნება, უამრავი. შენ ძალიან წარმატებული კაცი ხარ ახლა და კარგად გეცოდინება ეგ ამბავი და მაგის ბალანსი ძალიან კარგად იცი დარწმუნებული ვარ. და ჩვენ მამაყურებელმაც ბუნებრივია ის. თუ ჩვენ თავში დარწმუნებულები ვართ და ვიცით და გვჯერა ჩვენი თავის ღირსეულად ვართ ჩვენი მეორე ნახევრის ერთგულები, ცდუნებების ნაკლები იქნება. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ Central Park Towers-ი არის 2.42 სართულიანი ნაგებობა ქალაქ თბილისის ცენტრში, ბუნებრივია Central Park-ის მიმდებარედ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ საკუთარი სასტუმრო ნომრის მფლობელი Radisson Blu's ოპერირების ქვეშ და ყოველწლიურად მიიღოთ მაღალი სარგებელი. ზოგადად ეს არის 300 მილიონიანი ინვესტიცია და Central Park Towers-ში იქნება ძალიან ბევრი საინტერესო სივრცე. რესტორნები, ცნობილი რესტორნები, საშოპინგო მოლი და ქალაქ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ტექნიკურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი event hall-ი გათვლილი 5000 ადამიანზე, მგონი საინტერესოა თქვენს დაგაინტერესებდა. ძალიან მოვიხიბლე. და რა თქმა უნდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. შეცდომები რა გახსენდება მაგ სიტყვას მაგალითად ეს შეცდომას? ძალიან ბევრი წლის განმავლობაში სიმღერასთან ერთად პარალელურად სხვა მნიშვნელოვანი საქმის ძიება, რომელიც მეგონა რომ რეალურად შეიძლებოდა ჩემი თავარი გზა ყოფილიყო ცხოვრებაში. მე ყოველთვის 18 წლიდან ბავშვობიდან და 18 წლიდან მანქანათმშენებლობას სწავლობდი, ხო მე? მანქანათმშენებლობაზე სწავლობდი და მუშაობდი მოლარე ოპერატორად კიდე. მოლარე ოპერატორად, კონსულტანტად, რავი, შესყიდვების მენეჯერად. ხო, მაგრამ ამან კარგი გამოცდილება არ მოხდა პარალელურ რეჟიმში. რომ თუნდაც ის რომ დაგენახა ადამიანები როგორ შრომობენ და მუშაობენ ის ფასად.
კი, რა თქმა უნდა, ამან ძალიან კარგი გამოცდილება მომცა და ამას თავის პლუსებიც ჰქონდა. მაგრამ შეცდომა იყო ის, რომ მე არ მჯეროდა ჩემი მთავარი საქმის. მე რომ ჩემი მთავარი საქმე მეგონა რომ დროებითი იყო. მეგონა რომ იყო ჩემი ჰობი და მეგონა რომ ეს არ იყო მთავარი საქმე და მეგონა რომ ამით რეალიზებას მე ვერ გავაკეთებდი. კაი და სად მიხვდი? 2023-ში? 2023-ში. 2023-ში მე გამომიშვეს სამსახურიდან. მუშაობდი ერთ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროგრამაზე, რომელ სამსახურსაც ვერ ვტოვებდი. ურსა უკვე ძალიან წარმატებულ გზაზე დადგა, მაგრამ მაინც ვერ ვტოვებდი ამ სამსახურს, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ბიჭო ეს არის სტაბილური და ამას თავს ვერ დავანებდი, რომ ერთი შვილი მყავს, მეორე ბავშვს ველოდები და ეს აზრები, რომელიც ყველას აქვს, თავში მეც ჰქონდა და უცბად გამომიშვეს ამ სამსახურიდან. იმიტომ რომ ვერ ვასრულებდი იმ საქმეს, რაც ჰქონდა დავალებული ისე კარგად, როგორც მათ უნდათ. გეწყინა იმ მომენტში. იმ მომენტში ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, ეგ. მაგრამ იმას ვენაცვალე, ვინც გადაწყვეტილება მიიღო. ისი არის ჩემთვის, არ ვიცი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გმირი. ურსა, მოყევი ურსა. როგორ დაარსდა? ურსა ჩამოყალიბდა 2009 წელს. ურსა ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. კი ბატონო, უკვე, რა ვიცი, ეხლა 34 წლის ვარ და 18 წლის ვიყავი, რომ ურსაში მივედი. და ურსაში მივედი როგორ იცი? ჩემი მეგობარი არის გპ-ში გიორგი ქურასბედიანი, თვითმმართველობის უფროსი იყო იქ ჩვენთან და ასე ბენდებს აყალიბებდა ხოლმე რა. ხო და ეს ბიჭი ჩემთან მოვიდა და მითხრა, შენ თუ შეგიძლიაო რაჭული სიმღერა ჩამოდექი განიგანიო. ასე ქვია, რაჭულ სიმღერას ეს იყო ეს პირველი კითხვა და არ ვიცოდი სხვადასხვა ეს სიმღერა და უთხარი რომ კი მეთქი შემიძლია თქო, იმიტომ რომ მეგონა რომ რა შეიძლებოდა ხა სიმღერა, ხალხური სიმღერა ყოფილიყო და ვერ მემღერა მაგალითად. ისეთი რასაც თვითონ შემოთავაზებდა. კაიო, თუ შეგიძლიაო, მაშინ მოკლედ კასტინგზე უნდა წამოხვიდეო და წავედი და ეს ამ კასტინგზე იყვნენ შოთა, ჩვენი დრამერი, ლევანი, ჩვენი გიტარისტი, გრიგალა, პანდური და კობა. კიდე იქ რამოდენიმე ადამიანი კობა, ჩვენი ბას-გიტარისტი და მოკლედ ვიმღერე და ძალიან მოეწონათ ამ ბიჭებს. თუ შური სიმღერა ვიმღერე ერთ-ერთი და აღფრთოვანდნენ. და თქვენს რომ თუ ჩვენ სურვილი გაქვსო, ერთად გავაგრძელოთ ეს მოღვაწეობა და დავიწყეთ ჩვენ მოღვაწეობა და სხვათა შორის ორ კვირაში ჩავატარეთ სოლო კონცერტი გპ-ში, სადაც 14 ნაწარმოები შევასრულეთ. როგორ მოვაბით თავი ამას არ ვიცი მართლა რეალურად და სხვათა შორის იქ იყო ადამიანი ერთი, რომელიც მაგრა გვეხმარებოდა, თამარ ალადაშვილი, ჩვენი მეგობარია, დღეს კარგი მუსიკოსი ძალიან და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი წარმატება, მე ასე ვთვლი. შემთხვევა მოვლენა, რომელიც კონცერტების მსვლელობისას ან მანამდე ან შემდეგ სულ გახსოვს. ან ვიღაც ადამიანთან შეხვედრა. ერთ-ერთი შემთხვევა ეგეთი იყო, რომ ერთი ქალი მღეროდა მინდა ფრთები გავშალოს, აი მაგრად მღეროდა თან, ძალიან მაგრად მღეროდა და თან ტიროდა. რაღაც ძალიან განსხვავებული ემოცია ჰქონდა ამ ქალს რა და წყალტუბოში იყო კონცერტი და ბევრი ხალხი იყო რა, ალბათ 1-5,000 კაცი იყო ამ კონცერტზე და წინ იდგა ეს ქალბატონი და მივედი და მაგრად ჩავეხუტე რა. რატო ტირით მეთქი და მოკლედ მეუღლე დავკარგეო 2 წლის წინო. ხო და მითხრა რომ ჩემს ცხოვრებას აზრი დაეკარგაო მაშინო და ეს იყო სიმღერა, რომელმაც მე ცხოვრების ხალისი დამიბრუნაო. ხო და ზუსტად ამიტომ ტირი ახლაო და ვაიმე მეთქი ახლა ეგ ვიდოდა მე კიდე ეს იყო საოცარი ემოცია. აი როცა გრძნობ რომ და როცა იგებ რომ შეიძლება შენ მას სიმღერა ვიღაცა შემოატრიალოს ცხოვრებისკენ, ეს არის საოცარი შეგრძნება. თუმცა ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის, რომ ეს არის ესპანური სიმღერა, ხო, რომლის მე შემიძლია ვთქვა, რომ გენიალური ადაპტირება გააკეთა. ამ სიმღერის ადაპტირება რეალურად გააკეთა ქართველმა მომღერალმა ნინო ბაშარულმა. ეს არის უნიჭიერესი მომღერალი და მისი მეუღლე არის უნიჭიერესი პოეტი, რომელმაც ამ სიმღერის მისამღერის ტექსტი შექმნა.
და პლუს ერთი უნიჭიერესი ადამიანი ყავს პოეტი ამ სიმღერას ქალბატონი ირმა ჯანანაშვილი რომელმაც შექმნა ამ სიმღერის ქართული ტექსტი. La historia del un amor. ამ სიმღერის ქართული ვერსიის შექმნაში იყო ჩართული რამდენი მხარე ის ურსა ქალბატონი ირმა ჯანანაშვილი, ნინო ბაშარული და გელა კაციტაც. 1 2 4 მხარის შექმნილი. ორიგინალური სახელწოდება არის La historia de ხო, La historia de un amor და ეს არის რეალურად ესპანური სიმღერა ძალიან ცნობილი. იცი ესპანური ტექსტი. Ya no estás más a mi lado, corazón. En el alma solo tengo soledad. Y si ya no puedo verte, porque Dios me hizo quererte para hacerme sufrir más. Siempre fuiste la razón de mi existir. Adorarte para mí fue religión. En tus besos se encontraba el calor que me brindaba el amor y la pasión. Mindapte bigavshalo, mzesu estum rozetsashi, magram me shens gareshe, prtebs veras dros ver gavshli. გიორგი, ყველაზე დიდი მადლობა შენგან ვისეკუთვნის და რატო? ბევრი პასუხი მაქვს ამაზე. და მოდი გეტყვით ორს. არა, სამს. 1. დიდი მადლობა მინდა ჩემ მშობლებს და არა მხოლოდ ჩემ მშობლებს, ჩემი ბიჭების მშობლებს გადაუხადო იმისთვის, რომ ჩვენ 15 წლის წინ ის პერიოდი, რომ ჩვენ უკვე ჩვენი თავი მიძღვნილი ქონდა სიმღერისთვის, მათი გადმოსახედიდან, მე კი რაღაც გზებს ვეძებდი, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ რეალურად ჩვენთვის მაინც ყოველთვის პრიორიტეტი იყო ჩვენი ჯგუფი. და მაშინ, როდესაც ითვლებოდა, რომ სიმღერი წარმატებას ვერაზროს ვერ მიაღწევს საქართველოში, ჩვენმა მშობლებმა ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. მინდა რომ თითოეული ჩვენი ჯგუფის წევრის მშობლებს, მათ შორის ჩემ მშობლებს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და ამას ყოველთვის მათ მე ვეუბნები ხოლმე. ეს ერთი მადლობა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს კეთილის მსურველს, ოღონდ ბრჭყალებში. ნახე ახლა როგორ რაღაცას ვიძახი. ჩვენ როცა ვიწყებდით მაშინ სიმღერას, ქართული სიმღერა არ იყო მოდაში. და ძალიან არატრენდული იყო, ასე ვთქვათ. ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი მოსულა ჩემთან, კეთილის მსურველი და უთქვამს, რომ ბიჭო, მაგარი ნიჭიერი ხარ. მაგრა შეგიძლია სიმღერა და ბიჭო, ადექი და იმღერე ისეთი სიმღერები, რომელიც მეტად პოპულარულია ხალხში. მაგალითად უცხოური სიმღერები, მაგალითად რაღაც პოპ სიმღერები, რომელმაც შეიძლება მეტი წარმატება მოგიტანოს და შემდეგ. ჩემმა სიჯიუტემ და ჩემმა მიზან დასახულობამ, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ვარ, მომიტანა დღეს ის შედეგი, რაც რეალურად დღეს გვაქვს. და მათმა ასეთმა, იმიტომ რომ მე ძალიან მაძლიერებს ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ. ძალიან მაძლიერებს ადამიანები, რომლებსაც ჩემი არ სჯერათ. ყოველთვის ასეა. ეს მათი დამსახურებაც არის თავისთავად და დიდი მადლობა მათ. თითოეულს. ეგორი. მესამე მადლობა მინდა გადაუხადო აუცილებლად ჩემს ოჯახს, ჩემს ცოლს, მიას იმისთვის, რომ ასე ესმის ჩემი. იმისთვის, რომ ასე გვერდში მიდგას, იმისთვის, რომ უკან დაუხევლად, აი, მუხ ჩაუხრელად შეუძლია თვალდახუჭული წამომყვეს იქ, სადაც მივდივარ. და ამავდროულად თან თვითონაც იყოს მაგარი რეალიზებული გოგო. ოქრო, აი, ძალიან მაგარი ადამიანია და მისი ძალიან მადლობელი ვარ თავისთავად. ძალიან დიდი დამსახურება ჩემი წარმატება მისია. და ყველაზე დიდი და ყველაზე მთავარი მადლობა კონცერტზე ვამბობ ხოლმე, რომ ჩამოვთვლი, რომ ხო იცი? აი ტექნიკურ პერსონალს დიდი მადლობა, უსაფრთხოების, იმიტომ მართლა ეს ადამიანები მადლობას იმსახურებენ და ხალხს ვეკითხები ხოლმე, რომ თუ გამოიცნობთ ყველაზე დიდი მადლობა ვის ეკუთვნის? იცნობ სმენელს, ხო? რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის სმენელს, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ რაც არ უნდა შევქმნათ, ჩვენ რაც არ უნდა ვინმე მხარი დაგვიჭიროს და ჩვენ წარმატებისკენ ორიენტირებულები ვიყოთ, მათთვის ვაკეთებთ ამას. ისინი თუ ამას არ დააფასებენ, არ შეაფასებენ, არ შეიყვარებენ, ეს ყველაფერი იქნება ნულის ტოლფასი. ამიტომ თავარი არის ჩვენი მსმენელი და მთავარი მადლობაც ეკუთვნით მათ. ბოლოს შენ თვითონ რაიმე ხوار გაქვს სათქმელი მაყურებელთან? მაყურებელთან სათქმელი. პირველ რიგში მინდა თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ
ეს საშუალება მომეცით, რომ აქედანაც მოვესიყვარულო და მოვეფერო ჩვენს მაყურებელს და მინდა მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადოთ ყველაფრისთვის აბსოლუტურად. ხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, იმ გულახდილობისთვის, რასაც ჩვენ მათგან ვიღებთ ხოლმე და თხოვ ყველას, რომ დარჩნენ ისეთები, როგორებიც არიან და იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და ჩვენც ვიქნებით ისეთები, როგორებიც ვართ. და არ გადართონ უყრონ იმეც და ნოესტ. აი, ბმა იყო.